პირველ რიგში დავიწყოთ სახელწოდებით, ანუ ეს არის აბრევიატურა, მეგობარი აქტი, რამდენადაც მოგვხსენება, ანუ ეს ინგლისურიდან რო გადმოთავგნოთ ქართულ ენაზე, ეს არის საქართველოს შესაძლებლობების მობილიზაციისა და გაძლიერების აქტი დემოკრატიის ასაშენებლად, ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდასაჭერად და ამ აქტის მიზანი არის ყოველ შემთხვევაში ჩინეთის კომუნისტური პარტიის, ირანის თეოკრატიული რეჟიმისა და რუსეთის ფედერაციის გავლენის შემცირება ან აღმოფხვრა საქართველოს რესპუბლიკაში. აქტის ავტორები არიან ამ შემთხვევაში სენატსწავლენია, აქტის სპონსორები არიან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჯიმ რიში და ასევე სენატის უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი, მაგრამ საგარეო მიმართულებით ნამდვილად წამყვანი სენატორი ჯინ შახინი და ასევე სამი სენატორი არის მათთან ერთად ამ აქტის სპონსორი. ის რომ აქტი არის ორპარტიული, ეს მნიშვნელოვნად ასახავს პირველ რიგში რა თქმა უნდა განწყობას ამ საკითხთან მიმართებით და იმას რომ საბედნიეროდ შეგვიძლია ვთქვათ რომ საქართველოს საკითხზე ამერიკის შეერთებულ შტატებში ეს ორპარტიულობა ჯერ კიდევ შენარჩუნებულია ქართული ოცნების ხელისუფლების მცდელობების მიუხედავად და ასევე ეს ნიშნავს იმას რომ ეს ორპარტიული მხარდაჭერა შესაძლებლობის შემთხვევაში უზრუნველყოფს ამ აქტის ამ ინიციატივის უფრო სწრაფ ესეთ ნაკლები ბარიერებით მიღებას, მათ შორის ეს შესაძლოა ასახული იყოს პირველ რიგში ვადების კუთხითაც და ესეთ აქტებს, რომელსაც აქვთ ორპარტიული მხარდაჭერა და ორპარტიული წარდგენა, როგორც წესი, ბევრად უფრო ნაკლები ბარიერი და დაბრკოლება ხდებათ ხოლმე ამ გზაზე. ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება ვთქვათ, რაც განასხვავებს ამ აქტს უკვე სენატის მიერ, საგარეო კომიტეტის მიერ მიღებულ აქტს წინა აქტისგან, რომელიც კონგრესმენმა უილსონმა წარადგინა, ეს არის მოთხოვნა, რომელიც დაემატა ახალი პუნქტის სახით და რომელიც გულისხმობს პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და მოწოდებას ხელისუფლების მიმართ, რომ გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება, რაც შეეხება უკვე დანარჩენს, ხო ვთქვათ, რა შენიშვნები აქვს საქართველოს მთავრობასთან მიმართებით. ეს არის პირველ რიგში დემოკრატიის უკუსვლა და პრაქტიკულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს აქტი მოწოდებულია თავის შინაარსით იმისკენ, რომ აღდგეს ეს რაღაც დემოკრატიული ბალანსი საქართველოში და აღდგეს ის კონსტიტუციის შესაბამისად, კერძოდ კონსტიტუციის 78 მუხლის შესაბამისად, რომელიც საქართველოს ევროატლანტიკური გზის ერთგულებას ითვალისწინებს და გულისხმობს. აქედან გამომდინარე შენიშვნა სწორედ არის ეს დემოკრატიული თქვა და ბალანსის აღდგენა და უკუსვლის შეჩერება და რა თქმა უნდა ასევე გეოპოლიტიკური განზომილებაც აქვს ამ აქტს, რომელიც გამოსახულია, გამოხატულია იმაში, რომ კონკრეტულად თქვა თავის შინაარსს თუ ჩავალთ და ნახავთ რა წერია ამ 30 გვერდიან დოკუმენტში. ეს არის ის, რომ ეს აქტის ინიციატორები ავალებენ შესაბამის უწყებებს ამერიკის შეერთებული შტატების გამოიკლიონ ჩინეთის, ირანის, რუსეთის გავლენები საქართველოს ხელისუფლებაში, გამოიკლიონ კორუფციულ სქემაში ჩართულობა, ასევე გავლენების გადანაწილება თუ როგორი არის ქართული ოცნების პირობებში და მოამზადონ სპეციალური ანგარიში ამის შესახებ და გარდა ამისა სახელმწიფო მდივანს, ანუ State Department-ს ევალება საქართველოს მიმართებით ახალი პოლიტიკის ახალი დოკუმენტის შემუშავება, რომელიც იქნება 5 წლიანი. შესაბამისად ეს შეგვიძლია ვთქვათ, რაც ინგლისურად რაც თქვი ეს comprehensive, ხო, ანუ რაღაცა ყოვლის მომცველი ესეთი აქტი არის, რომელმაც უნდა მოაწესრიგოს ამერიკის და საქართველოს ურთიერთობები ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან, განსაზღვროს პრიორიტეტები, განსაზღვროს ჩამონათვალი იმ ზომების, რომელიც შესაძლოა მიღებული იქნას, თქვათ, საქართველოს ევროატლანტიკური პროცესის წასახალისებლად, საქართველოს ზოგადად დემოკრატიის გასაძლიერებლად და იმ ავტორიტარული ტენდენციის შესაჩერებლად, რასაც განსაკუთრებით ბოლო 2-3 წლის განმავლობაში ვადევნებდი თვალს. ალბათ აქ იგულისხმება, ანუ გამოცდილების მიხედვით თუ მივსჯელებთ გავსი აქტების იგულისხმებიან ხელისუფლების მაღალჩინოსნები, ქართული ოცნების მაღალჩინოსნები და რა თქმა უნდა ამ პრინციპი ამ თქვათ რაღაცა სანქციების იქნება მეტნაკლებად ერთი რაღაც თქვათ შემუშავებული იქნება კონკრეტული კრიტერიუმები, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც უკვე თქვათ კონკრეტული ადამიანები მოიქცევიან ამ სანქციების ქვეშ. აქაც ჯერჯერობით თული სათქმელია კონკრეტულად რა სანქციებზე შეიძლება იყოს საუბარი, შეიძლება იყოს
რიგ შემთხვევებში თქვათ იგივე სავიზო შეზღუდვები, რიგ შემთხვევებში როგორც მაგალითად ბიძინა ივანიშვილის შემთხვევაში ვიხილეთ, შეიძლება იყოს უკვე ფინანსური სანქციები და ასევე ზოგადად ამ სანქციების პოლიტიკის ისტორიიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე, მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლებსაც ეს არ ეხება, როგორც წესი, ეს ეხება მათი ოჯახის წევრებსაც, ასევე ეგრეთ წოდებულ enabler-ებსაც, ანუ იმ თქვათ რაღაცა ხელისუფლებასთან დაახლოებულ ან რაღაცა შეთანხმებაში მოქმედ ბიზნესმენებს თუ თქვათ რაღაცა ესეთ ოფიციალურ თანამდებობის არ მქონე პირებსაც შესაძლოა შეეხოს ეს სანქციები და ეს სანქციები შესაძლოა შეეხოს ასევე ხელისუფლების მაღალჩინოსნების ოჯახის წევრებსაც, ვინაიდან ხშირად ოჯახის წევრები გამოიყენება ხოლმე როგორც რაღაც ერთ-ერთი გზა ამ რაღაც სანქციების გვერდის ავლის და აქედან გამომდინარე ესეც არის ერთგვარი დამზღვევი მექანიზმი იმისთვის, რომ სანქციები მართლაც იყოს ეფექტური, მიაღწიოს იმ მიზანს, რის გამოც ხდება მათი დაწესება. თეორიულად შესაძლებელი არის რამდენადაც, თუმცა ამერიკის მოქალაქის სანქცირების პრეცედენტი ყოველ შემთხვევაში მე არ მახსენდება, ანუ ეს მაინც თავის ისტორიიდან გამომდინარე მიმართული არის უფრო საგარეო აქტორებზე და მეტიც ზოგადად თქვათ ესეთი ინდივიდუალური სანქციების პრაქტიკა სინამდვილეში არ არის ისეთი ძველი და ეს პირველ რიგში უკავშირდება ეგრეთ წოდებულ მაგნიტსკის აქტს, რომელიც შემდეგ უკვე კანონად გადაიქცა, რომელიც 2012 წელს მიიღო კონგრესმა და ეს ამ აქტის მიზანი სწორედ არის თქვათ განცალკევება იმ კონკრეტულად იმ პირების, რომლებიც რაღაც კონკრეტულ ზიანს აყენებენ თქვათ დემოკრატიულ პროცესს ამა თუ იმ სახელმწიფოში თუ არიან ჩართულები ადამიანის უფლებების დარღვევაში თუ კორუფციულ სქემებში, სწორედ ტარგეტირება ხდება ამ მოდელის მეშვეობით, სანქციების ამ მოდელის მეშვეობით ხდება კონკრეტული პირების ტარგეტირება და არა ქვეყნების ტარგეტირება, რამაც შესაძლოა თქვათ რაც ეს თამდევი ზიანი ხო ანუ რაც გვერდითი ეფექტი გამოიწვიოს მათ შორის თქვათ ეკონომიკაზე, ამ ქვეყნის ეკონომიკაზე ან ეროვნულ ვალუტაზე, ან თქვათ რაღაცა ზოგადად ეკონომიკურ სტაბილურობაზე, უარყოფითა დემოკრატიას. აქედან გამომდინარე, აი ეს სანქციები ხო რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, რომელიც აქ არის განხილული, რა თქმა უნდა გულისხმობს ესეთი პირების პირველ რიგში სანქცირებას, თუმცა ამერიკის მოქალაქეობის შემთხვევაში ჩემთვის რთული სათქმელია, რამდენად ეს შესაძლებელი იქნება და ალბათ ეს მაინც პოლიტიკური ნების საკითხი იქნება კონკრეტულ შემთხვევაში, თუმცა ხედავთ ქართული ოცნებასთან დაახლოებულ ადამიანებს, რომლებსაც ამის იმედი აქვთ, ხო, მაგალითად ირაკლი რუხაძე, რომელიც ამბობს, რომ მის სანქცირება პრინციპში შეუძლებელი იქნება ამერიკის მხრიდან, იმიტომ რომ ის არის ამერიკის მოქალაქე და ეს ნამდვილად იქნება ბარიერი რაღაც თვალსაზრისით, იმიტომ რომ ასეთი პრეცედენტი ყოველ შემთხვევაში მე არ მახსენდება, შესაძლოა იყოს თქვათ რაღაცა ესეთი შემთხვევები და გამოცდილება არსებობდეს, მაგრამ როგორც მინიმუმ ძალიან იშვიათია. პროცედურულად რაც შეეხება, ანუ ჩვენ ვართ ახლა ეს აქტი უბრალოდ არის აი ეტაპზე, როდესაც მან გაიარა საგარეო კომიტეტი, რომელიც დახურულ რეჟიმში გაიმართა ამ კომიტეტის სხდომა და ეხლა უკვე შემდეგი ეტაპი აქედან არის, რომ ის წარადგინოს უკვე გაერთიანებულ სხდომას, ანუ მთლიანად სენატი იმსჯელებს აი ამ აქტზე, სენატი თუ კი მიიღებს სენატის უბრალო უმრავლესობა, ანუ 51 სენატორი დაუჭერს მხარს ამ აქტს, შემდეგ უკვე ეს აქტი უნდა გადაეგზავნოს წარმომადგენელთა პალატას, ანუ ქვედა პალატას, კონგრესს, სადაც ასევე უნდა გაიმართოს საკომიტეტო მოსმენები და შემდეგ უკვე ხდება აი ამ კონგრესის მიერ მიღებული ვერსიის და სენატის მიერ მიღებული ვერსიების შეჯერება, შეთანხმება, ერთიან ტექსტად და ერთიან თქვათ რაღაცა პრინციპებზე გადაყვანა აი ამ ინიციატივის და შემდეგ უკვე მთლიანად ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესი, რომელიც გულისხმობს ამ შემთხვევაში სენატსაც და წარმომადგენელთა პალატასაც, უყრის კენს აი ამ აქტს. ამ აქტის მიღების შემთხვევაში, თუ კი უმრავლესობა დაამტკიცებს აი ამ აქტს, შემდეგ ის ეგზავნება ხელმოსაწერად პრეზიდენტს. პრეზიდენტს პრინციპში აქვს უფლება, რომ ამ აქტს დაადოს ვეტო და ამ ვეტოს დადების შემთხვევაში საჭირო იქნება კონგრესის 2/3-ის მხარდაჭერა აქტის გასასრულებლად. მაგრამ ჩვენ ახლა ვსაუბრობთ ორპარტიულ თქვათ რაღაცა აქტზე, იმის შანსი, რომ პრეზიდენტმა აი ესეთ ვითარებაში, როდესაც
მისი თანაპარტიელები და ჩვენ ვსაუბრობთ ცოტა განსხვავებულ ვითარებაზე, თუნდაც თქვა ტრამპის პირველი ვადისგან, ხო, როდესაც რესპუბლიკურ პარტიაში ჯერ კიდევ რჩებოდნენ თქვა რაღაცა ისეთი ფრაქციები რჩებოდა, რომლებიც წინააღმდეგობაში იყვნენ ტრამპის ადმინისტრაციასთან. მეორე ვადა უკვე ტრამპის არის ისეთი, როდესაც ის სრულად აკონტროლებს აი ამ რესპუბლიკურ პარტიას და შესაბამისად მათ შორის სხვაობები და უთანხმოებები ბევრად უფრო ნაკლებია, ვიდრე ის იყო პირველი ვადის დროს. აქედან გამომდინარე, ვეტოს შანსი თუ რაიმე თქვა რაღაცა ესეთ სკანდალური რაღაც გარღვევა ვერ მოხდა ქართული ოცნების მხრიდან და ჩვენ ვიცით რომ მათ ჰქონდათ კომუნიკაციის მცდელობა ტრამპის ადმინისტრაციასთან ჯერ კიდევ საპრეზიდენტო არჩევნებამდე ამის შანსი ჩემი აზრით არის ძალიან დაბალი. თავად ის ფაქტი რომ აი ეს ორპარტიული მხარდაჭერა არსებობს როგორც თქვით უკვე ამარტივებს აი ამ აქტის წინსვლას სხვადასხვა დონეებზე და შესაძლებელია რომ თქვა რაღაცა უფრო მოკლე ვადებში მოხდეს მისი მიღება, მაგრამ ნუ რას ვეძახით მოკლეს და რას ვეძახით გრძელს, ხო? ანუ აქ შესაძლოა საუბარი იყოს საუკეთესო შემთხვევაში ყველაზე ესე ოპტიმისტურად რო თქვათ დაახლოებით ერთთვიან პერიოდზე და ნუ თქვათ რაღაცა ესე სტანდარტულ შემთხვევაში თუ ავიღებთ, შესაძლოა საუბარი იყოს რამდენიმე თვეზე. თუმცა თვითონ ეს ფაქტი რომ აი ამ აქტის წარდგენი ერთ-ერთი პირი არის ჯიმ რიში, რომელიც მრავალი წელია მუშაობს საქართველოს საკითხზე ამერიკის სენატში და მოგვახსენება რომ სენატში ზოგადად განაწილებულია ეს თქვათ რაღაც სენატორებს შორის რეგიონები, რომლებზეც ისინი მუშაობენ, რომელთან დაკავშირებითაც ისინი წარადგენენ სხვადასხვა ინიციატივებს. აქედან გამომდინარე, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ პრეზიდენტი შევიდეს წინააღმდეგობაში ჯიმ რიშთან, მით უფრო რომ ცოტა ხნის წინ ნახეთ ტრამპის ძალიან მკაფიო განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ჯიმ რიშს აქვს მისი სრული პოლიტიკური მხარდაჭერა. ეს განცხადება მის გადარჩევას ეხებოდა, თუმცა ეს გულისხმობს იმას, რომ შეთანხმება აი ამ ადმინისტრაციის ხელისუფლების აღმასრულებელ ნაწილსა და საკანონმდებლო ნაწილს შორის ჰარმონია ამჯერად უფრო მაღალია, ვიდრე თქვა ტრამპის პირველი ვადის დროს იყო. აქედან გამომდინარე, აი ეს თვითონ პოლიტიკური კაპიტალი, რომელსაც ფლობს ჯიმ რიში, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ამ აქტის წინწასაწევად, მით უფრო რომ თქვათ ოპოზიციური პარტიიდანაც უჭერენ მას მხარს. რაც შეეხება ამ აქტის ცინიკურ სახელწოდებას, მეგობარი აქტი, რომელიც სავსე არის ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართული ნაბიჯებით. მე კიდე ერთხელ ხაზს გავუსვა და დაფიქრდეს ყველა, მათ შორის სხვათა შორის ბატონი ვილსონიც, რომელიც ხშირად ახსენებს ხოლმე, რომ მის ვაჟთან ერთად იბრძოდნენ ქართველი სამხედროები ავღანეთში. არავინ ისე არ დაუდგა გვერდში ამერიკის შეერთებულ შტატებს, როგორც დაუდგა საქართველო ავღანეთში. ამ მეგობარ აქტს სინამდვილეში უნდა ერქვას უმადური აქტი. ვინაიდან ეს არის აქტი უმადურობისა ქართველი ხალხის და საქართველოს ხელისუფლების მიმართ. ხო, საინტერესო განცხადება, ანუ ეს საინტერესოა რამდენადაც აი დაახლოებით 2012 წლის 1 ოქტომბრის პერიოდში, როდესაც ეს ხელისუფლების ცვლილების საკითხი იდგა საქართველოში, მაშინ ჩვენ გვახსოვს რომ ბიძინა ივანიშვილისთვის ის ზუსტად იგივე სენატორები, რომლებიც არიან ამ აქტის წარდგენები, სენატორი ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი, იყვნენ ძალიან, როგორ თქვა, მისთვის სერიოზული ავტორიტეტები და ინსტრუმენტული როლი შეასრულეს ხელისუფლების ცვლილების უზრუნველყოფაში. შესაძლოა ეს ისედაც მომხდარიყო მათი როლის გარეშე, თუმცა ისინი შეხვდნენ მიხეილ სააკაშვილს და მოუწოდეს მას, რომ გადაედგა ეს ნაბიჯი და საქართველოში ამ ყველაფრის შედეგად პირველად მოხდა ხელისუფლების ცვლილება არჩევნების გზით, რაც ნამდვილად იყო ისტორიული მიღწევა ამ ქვეყნის დემოკრატიისთვის. რასაც შალო პაპუაშვილის მხრიდან ხედავთ, ამ ვისმენთ აი ამ კომენტარში ეს არის კლასიკური რაღაცა პროპაგანდისტული თუ თქვა რაღაცა დეზინფორმაციული ხრიკი, რომ საკუთარი თავი გაუთანაბროს ქართველ ხალხს და ისაუბროს ქართველი ხალხის სახელით და თქვას რომ თუ კი ჩვენი მხრიდან, ანუ ქართული ოცნების მხრიდან ამ დემოკრატია ავტორიტარიზმის დამყარების ტენდენციას ვინმე შეეწინააღმდეგება, ამ შემთხვევაში ისინი არა ჩვენი მოწინააღმდეგეები არიან, როგორც თქვათ, ინდივიდუალური პოლიტიკური გუნდის და ინდივიდუალური პოლიტიკოსების, არამედ ზოგადად ქართველი ხალხის წინააღმდეგ იბრძვიან. მე პირიქით გონია, ანუ ჩვენ ზოგადად
ქართული ოცნების პერიოდში ეს დამკვიდრდა, რომ თითქოს ჩვენ რაღაცა მათ მართებთ ჩვენთან რაღაც და სინამდვილეში რო გავიხსენოთ და თუ თვალს გადავალებთ ზოგადად უახლეს ისტორიას, ნახავთ რომ არაერთმა ხელისუფლებამ საქართველოში 90-იან წლებიდან მოყოლებული ბევრი იმუშავა იმისთვის, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს ქონოდა ინტერესი საქართველოს მიმართ. ეს არ იყო მარტივი პროცესი. ზოგადად საქართველოს მიმართ ინტერესი ამერიკის შეერთებულ შტატებში არც ახლა არის თქო რაღაცა პიკური, ხო, რომ წარმოვიდგინოთ ამერიკის პრეზიდენტის ეს რეზოლუტის მაგიდა, რომელზეც ის მუშაობს და შეეცადეთ ამის ვიზუალიზაციას და წარმოიდგინეთ, სად ხდება ფოლდერი, რომელიც საქართველოს შესახებ შეიცავს ინფორმაციას და შეგვიძლია ძალიან მაღალი პროცენტის დარწმუნებით თქვათ, რომ ეს არასდროს არ არის თქვათ ზედანახევარი, ხო, აი ამ დასტის, რომელიც ამერიკის პრეზიდენტის მაგიდაზე ხდება და ეს არც არის გასაკვირი, ხო, ანუ ამერიკის შეერთებულ შტატებისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანი და კრიტიკული რეგიონები არსებობს მსოფლიოში და მით უმეტეს მაშინ როცა ვხედავთ, რომ თქვათ რაღაც სულ უფრო მეტად ფოკუსი კეთდება ჩინეთის შეკავებაზე. აქედან გამომდინარე საქართველოს ხელისუფლება ამ პირობებში არათუ თქვათ რაღაცა აი ამ ესეთ კინკლაობასა და ჩხუბში უნდა იყოს ჩართული, არამედ მაქსიმალურად უნდა ცდილობდეს სწორედ აი შალვა პაპუაშვილის მიერ მოყვანილი ფაქტებით ოპერირებას იმის შესახებ, რომ საქართველოს წლების განმავლობაში და ასწლეულების განმავლობაში იყო ამერიკის მთავარი მოკავშირე რეგიონში და რომ მათ შორის თქვათ უნდა დაარწმუნოს ამერიკის შეერთებული შტატები, რატომ არის, ანუ ჩვენ ამერიკელები არ მოსულან ჩვენთან, ჩვენ მივედით ამერიკელებთან, ერთადერთი და მთავარი იმედით და თქვათ განზრახვით, რომ რაღაცნაირად მოხდარიყო რუსეთის აგრესიის შეკავება, მოთოყვა და ჩვენ წარმოგვედგინა, რომ ამერიკის შეერთებული და სწორადაც, რომ საქართველოს დამოუკიდებელი საქართველოს გადარჩენა და განვითარება შეუძლებელი იქნებოდა ამერიკის მანდატის გარეშე, ხო, როგორც ეს მოხდა, თქვათ, იგივე სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, რომლებიც დღეს უკვე ნატოს წევრებიც არიან და ევროკავშირის წევრებიც არიან. აქედან გამომდინარე, ანუ ეს არის რაღაცა რეალობის გამრუდება, ხო, ანუ თითქოს როცა შენ ავტორიტარული ტენდენციების გამო და ავტორიტარიზმის დამყარების გამო, მედიაზე ზეწოლის გამო, ადამიანის უფლებების სისტემური დარღვევის გამო შენ თქვა რაღაცა სადამსჯელო ზომებით გემუქრებიან, ამ დროს შენ ამბობ, რომ თითქოს ქართულ ხალხს ებჯერა და როგორც თქვით უკვე ამ ვიდეოში, ამ სანქციების იმ მოდელს, რომელსაც განიხილავს და გულისხმობს ეს აქტი, სწორედ ეს არის ამის არქიტექტურაში, რომ განაცალკევოს, იყოს ტარგეტირებული, გამიზნული კონკრეტული პირების მიმართ და არ მიაყენოს, არ გამოიწვიოს ეგრეთ წოდებული ეს collateral damage, ხო, ანუ არ მიაყენოს ზიანი ზოგადად ქვეყნის მოსახლეობას, რომლებიც მათი აზრით და ყოველ შემთხვევაში ესეთი რაღაც თანხმობით სურს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გაგრძელება. შახინიც, რაშიც, ესენი არიან ადამიანები, ვინც ბოლო წლების განმავლობაში გამოირჩევა ანტიქართული განცხადებებით. ეს ადამიანები პირდაპირ ებრძვიან ქართულ სახელმწიფოებრიობას, ეს ადამიანები პირდაპირ ცდილობენ, რომ მოხდეს სახელმწიფო გადატრიალება, დაპირისპირება, რევოლუცია, დაამხონ საქართველოს ხელისუფლება და ხელისუფლებაში მოიყვანონ მათთვის სასურველი ძალები. ანუ პირდაპირ ვიტყვი აგენტურა. ხო, ანუ ესეც საინტერესო არის. აი კიდევ ერთხელ ირაკლი რუხაძის ინტერვიუ არის, მე მგონი დაახლოებით 1 წლის წინადელი მის მფლობელობაში არსებულ ტელეკომპანია იმედთან, სადაც ის იხსენებს როგორ უხდიდა მადლობას ჯინ შახინს კონკრეტულად იმისთვის, რომ დაარწმუნა მიხეილ სააკაშვილი, რომ ცდილობდა მის დარწმუნებას იმაში, რომ არ შეწინააღმდეგებოდა ხელისუფლების ცვლილებას, ეღიარებინა არჩევნების შედეგები და როგორ უხდიდნენ მადლობას მათ შორის ჯინ შახინს ამ ყველაფრისთვის. ანუ ეს არის მარტივი ვითარებაა, ხო, როდესაც თქვათ შენ გეწინა, როდესაც ეს ადამიანები, ზუსტად იგივე ადამიანები, მათთვის ქართული ოცნებისთვის სასარგებლო ნაბიჯებს გამდნენ და ქმედებებს და მათი ინტერესები ამ შემთხვევაში თანხმედრაში იყო, ყველაფერი კარგად იყო და ესენი დემოკრატიის სრულები იყვნენ და ბიძინა ივანიშვილის მადლობას მსახურებდნენ და როდესაც ბიძინა ივანიშვილი მსახურებს იგივე ადამიანების კრიტიკას ავტორიტარიზმის დამყარების გამო, ეს ადამიანები ხდებიან რაღაცა გლობალური ომის პარტიის თუ deep state-ის თუ რაღაცა კიდევ მასონური ლოჟის წარმომადგენლები და აგენტები, რომლებსაც საქართველოს განადგურება სურთ. ანუ ეს არის რაღაც კლასიკური კონსპირაცია,
რომელიც სამწუხაროდ ძალიან გავრცელებულია არა მხოლოდ საქართველოში, მაგრამ საქართველოში განსაკუთრებით და რომელიც როგორც ჩანს ძალიან მიზდველია თავად ბიძინა ივანიშვილისთვის. ჩვენ შეგვიძლია არაერთი ესეთი ეპიზოდი გავიხსენოთ, ხო, როდესაც რაღაც მსგავსი მიდრეკილება გამოავლინა. მათ შორის ცნობილია, რომ ერთ-ერთ შეხვედრაზე ხელისუფლების გადაბარების პროცესში ბიძინა ივანიშვილმა ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნას კითხა მოითხოვა მისგან დაზუსტება, რომ 11 სექტემბრის ტერაქტები ხომ ნამდვილად ისრაელის სპეცსამსახურების მოწყობილი იყო. ანუ ესეთი ფაქტი არის ცნობილი, არაფერი საიდუმლო ამაში არ არის. როგორც ჩანს, თუმცა ამ შემთხვევაში ზოგადად ეს კონსპირაცია ბიძინას პრობლემა იქნებოდა, რომ არა ერთი ფაქტორი, რომ ისეთ ქვეყანაში, რომელშიც ხელისუფლება პრაქტიკულად და ძალაუფლება პრივატიზებულია ერთი ჯგუფის მიერ ადამიანების და არა თუ ჯგუფის, არამედ ერთი ადამიანის მიერ კონკრეტულად რომელიცთან არანაირ ფორმალურ პასუხისგებლობას არ იღებს საკუთარ თავზე, ეს მისი კონსპირაციული გონება და მისი ეს კონსპირაციული მიდრეკილება ხდება სახელმწიფოს მართვის მოდელი და ეს აისახება ამ ქვეყანაში მცხოვრებ ყველა ადამიანზე და ამას ვხედავთ ამ შემთხვევაში და ამას ვისმენთ ქართული ოცნების მაღალჩინოსნების განცხადებებიდან ამ შემთხვევაში არაფერი განსხვავებული სამწუხაროდ ჯერჯერობით არ არის.